მოგესალმებით. ეს ვიდეო ეხება სხვადასხვა ტიპის სამიზნე მოწყობილობებს, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ტიპის როგორც ცეცხლსასროლ, ასევე პნევმატურ აირსოფტის და მსგავს იარაღზე გამოყენებისთვის. სამიზნე მოწყობილობები ზოგადად თანამედროვე აღჭურვილობის და შეიარაღების ბაზარზე ძალიან მრავალფეროვანი არის და აქ არის წარმოდგენილი ყველაზე ძირითადი გავრცელებული ნიმუშები, რომელიც მეტნაკლებად შეიძლება შეხვდეთ საქართველოში და რომელიც მეტნაკლებად გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სროლის მიმართულებით და ასე შემდეგ. ეხლა აქ საკმაოდ ბევრი სახეობა არის წარმოდგენილი, თუმცა მათ ასე ვთქვათ დავაჯგუფებთ და ისე განვიხილავთ. ყველაზე ესეთი ძირითადი გავრცელებული სახეობა რაც არის ასეთი სამიზნე მოწყობილობის ეს არის კოლიმატორები. კოლიმატორული ტიპის სამიზნეები გამოიყენება დაწყებული, ასე ვთქვათ, საიარუსო შაშხანებიდან, ანუ ავტომატებს რო ეძახიან, გაგრძელებული ტყვიამთქოებით, როგორც შედარებით მცირე კალიბრიანი ტყვიამთქოები, ხელის ტყვიამთქოები, ოცეულის ტყვიამთქოები 7.62 მმ და გამოიყენება ასევე სპეცკოლიმატორები არის შედარებით დიდი ზომისები, რომელიც უკვე მძიმე 12.7 მმ-იან ტყვიამთქოებზეც კი გამოიყენება. უკვე შედარებით ისეთი სამოქალაქო ბაზარზე გავრცელებული იარაღი, რაც არის ნახევრად ავტომატური შაშხანები, ხო, 7.62 მმ-იანი, 5.16, 5.55, ასევე 9 მმ კალიბრზე სხვადასხვა სამოქალაქო ვარიანტები, ხო, სხვადასხვა პისტოლეტ ტყვიამთქოების, მათზე მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ისეთი მცირე ზომის კოლიმატორები გამოიყენება და ესეთი ტიპის კოლიმატორები უფრო გათვლილი არის ესეთი დაბალი ინტენსივობის დატვირთვებზე, განსხვავებით სპეც კოლიმატორებისგან, რომელიც აი, ასე ვთქვათ, კონკრეტული კონფიგურაციის, თუნდაც მაგალითად საზენიტო ტყვიამთქოებზე გამოიყენება, ხო? ეხლა აქ რაც არის წარმოდგენილი, ისინი ძირითადად უფრო სამოქალაქო ბაზარზე გავრცელებულია, რაც მართოდ გამოიყენება სხვადასხვა შაშხანებზე. კოლიმატორები ზოგადად შეიძლება დავაჯგუფოთ, ასე ვთქვათ, ორ ჯგუფად, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, აი ესეთი ტუბისებური კოლიმატორები, ანუ მილში ჩასმული კოლიმატორები, რომელიც დატყვის და ზოგადად მაღალი დატვირთვების კუთხით ბევრად უფრო საიმედო და გამძლე არის, ასევე ჰერმეტულად არის დაცული მისი შიდა, ასე ვთქვათ, მოწყობილობები და ასევე რეფლექსური კოლიმატორები, ასეთი ღია ტიპის კოლიმატორები არის ესეთი. ამ შემთხვევაში თვითონ მანათობელი ნაწილიც, ანუ შუქდიოდით და ამრეკლი სარკეც ღიად არის განლაგებული და ესეთი ტიპის კოლიმატორები, სამოქალაქო დანიშნულებით ეხა სპორტული სროლის კუთხით აირსოფტშიც გამოდგება, მაგრამ სამხედრო კუთხით დიდად პოპულარული ესეთები ვერ არის, იმიტომ რომ ისინი მაღალ დატვირთვებს ვერ უძლებს და მარტივად დაზიანებადი არის. აქვე მინდა შევეხო თვითონ ამ პრინციპს ძალიან ზოგადად მოვიხილო, როგორ მუშაობენ კოლიმატორები. კოლიმატორები მუშაობენ ერთჯერადი არეკულის პრინციპზე, აი აქ უკანა მხარეს არის მოთავსებული ლედნათურა, რომელიც გარკვეული კუთხით არის განლაგებული და ანათებს წინარსებულ, სხვადასხვა ფორმის, დიამეტრის ან ფართობის მქონე აი ამრეკლ სარკეს და სარკული არეკულით გამოისახება თვითონ აი ამ ცხაური შეგვიძლია ასევე დავარქვათ, გამოისახება სხვადასხვა ფიგურები. უფრო გავრცელებული არის რედოტის ტიპის კოლიმატორები, რედოტებში ჩვეულებრივ წითელი წერტილი არის ასევე გავრცელებული მწვანე წერტილზე მომუშავეები, ლურჯებიც ასეულს, მაგრამ უფრო აი წითლები არის გავრცელებული და სამხედრო დანიშნულებითაც წითელი არის უფრო მეტად პრაქტიკული წითელი ფერი. თვითონ ეს არეკლილი წითელი წერტილი სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს, იდეალურ სიტუაციაში ეს ერთი მოა იქნებოდა, მაგრამ უფრო მეტად გავრცელებული რაც არის ნორმალური კოლიმატორები, აქ ორი მოა ზომის წერტილი არის და ასეთი ტიპის კოლიმატორები და ზოგადად კოლიმატორები უფრო შედარებით ახლო მანძილებზე სროლისთვის არის გათვლილი და არ არის რაღაცა შორ მანძილებზე ზუსტი ცეცხლის წარმოებისთვის, როგორიცთვისაც არის სხვადასხვა ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები, ხო? ზოგადად კოლიმატორული სამიზნე ერთგვარ დამატებად შეგვიძლია განვიხილოთ მექანიკური სამიზნეს შემდეგ. მექანიკური სამიზნეს, ასე ვთქვათ, სამიზნეს არსებობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საბრძოლო იარაღზე, თუმცა მასში კოლიმატურის დამატება და ერთგვარი ჰიბრიდის გაკეთება ბევრად უფრო მრავალფუნქციურს ხდის იარაღს. რედოტებით, კოლიმატორული სამიზნებით ბევრად სწრაფად შეიძლება სხვადასხვა მიზანზე დამიზნება, როგორც ახლო, საშუალო და შედარებით შორ მანძილებზე და ასევე ცეცხლის გადატანა ერთი მიზნიდან მეორეზე ბევრად უფრო სწრაფად შეიძლება, ვინაიდან დამიზნების ერთი წერტილი გვაქვს, არანაირი ორი წერტილის ერთმანეთზე დამთხოვა და შემდეგ ამ მათ შორის არსებული ხაზის მიზანზე
იმართვა არ არის საჭირო და მეტნაკლებად ასეთი კარგად გასწორებული კოლიმატორი იარაღის აი ავტომატური შაშხანა ავიღოთ ან ნახევრად ავტომატური შაშხანა იარაღის საბრძოლო ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამაღლებს. Ну, რა თქმა უნდა, ნორმალური მსროლელის ხელში. კოლიმატორებს ზოგადად სხვადასხვა ტიპის ელემენტები გამოიყენება. ну არის კოლიმატორები, რომელსაც დამატებით ესეთი მზის ბატარეებიც აქვს ზემოდან პანელები და ну ეს დაწყებული აი ესეთი მცირე ზომის ელემენტებისგან, აი 20-32 სტანდარტის ბრტყელი პატარა ელემენტები არის, ესენი არის გავრცელებული აი ესეთი შედარებით პატარა ზომის კოლიმატორებში მიკროდოტებს, რასაც ეძახიან მაგალითად აი ესეთი რომეო 5 ტიპის ზიგზაუერის, რომეო 5 ტიპის მიკრორედოტი, ასევე ზიგზაუერის რომეო MS-ერი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი შედარებით დიდი ზომის რედოტი, ამაშიც ესეთი პატარა ზომის ელემენტი გამოიყენება, თუმცა არის კოლიმატორული სამიზნეები, რომელშიც აი სიტყვაზე 3A ელემენტი შეიძლება იყოს გათვლილი, 3A ელემენტზე შეიძლება მუშაობდეს. კოლიმატორული სამიზნეები განსაკუთრებით აი ესეთი ღია ტიპის რეფლექსური კოლიმატორები, ეს არის უკვე ძალიან ისეთი მიკრორედოტები, პატარა რედოტები, არსებობს ასევე სხვადასხვა სახეობის, ამ შემთხვევაში აი ეს ზიგზაუერის ერთ-ერთი ნიმუში არის. ხშირ შემთხვევაში ესენი გამოიყენება ხოლმე პისტოლეტებისთვის რა. ესეთი დაბალი კოლიმატორები შეიძლება პისტოლეტზე სხვადასხვა ასე თქვათ სამაგრ ფირფიტაზე დამაგრდეს პირდაპირ ჭანჭიკებით. ну ყველა პისტოლეტს ინდივიდუალური სამაგრები აქვს და ყველა ასე ვთქვათ კოლიმატორს საკუთარი გადამყვანი თვითონ პისტოლეტსა და კოლიმატორს შორის შეიძლება კოლიმატორი პირდაპირ პისტოლეტის ასე ვთქვათ საკედზე დგებოდეს. ეს უკვე ძალიან ცალკე მდგომი ძალიან ფართო მიმართულება არის და ცალკე მიმოხილვის საგანი არის. ეს დაბალი ასე ვთქვათ მიკრორედოტები, რეფლექსური მიკროკოლიმატორები შეიძლება იყოს დაკომპლექტებული ესეთი მაღალი ფეხითაც, ამ შემთხვევაში პიკატინის 20 მმ-იან სამაგრ რელსი არის გათვლილი და ესეთ კონფიგურაციაში უკვე პისტოლეტის დასამაგრებლად ეს არ არის. ამ შემთხვევაში ეს შეგვიძლია დავამაგროთ, ну მეტნაკლებად აპრობირებული და პრაქტიკაში გამოსტილი და მიღებული რაც არის, მაგალითად ესეთ 45 გრადუსიან ოფსეტურ გადამყვანზე, სიტყვაზე M4-ის ტიპის შაშხანაზე, ანუ სხვა ტიპის შაშხანის შემთხვევაში, რომ ну შაშხანაზე ძირითადი სამიზნე შეიძლება იყოს პრიზმული სამიზნე, რომელიმე ტიპის ოპტიკური სამიზნე და ასევე გვჭირდება ახლო მანძილებზე სამუშაოდ კოლიმატორული სამიზნეც და ესეთი 45 გრადუსიანი გადამყვანით შეიძლება უკვე დამაგრდეს იარაღზე, ну რა თქმა უნდა, იარაღის ზედა ნაწილში არსებული პიკატინის რელსზე გადამყვანი და შემდგომ მასზე კოლიმატორი ну გვერდული 45 გრადუსიანი სროლისთვის. აი ესეთი მაღალ ფეხზე არსებული მიკროკოლიმატორები შეიძლება ასევე დავამაგროთ სხვადასხვა ტიპის პატარა ზომის პისტოლეტ თვლიანქვეებზეც. ეხლა თვითონ სრულფასოვანი სრული ზომის შაშხანა რომ ავიღოთ, მასზე ამისი დამაგრება ну მეტნაკლებად ასე ვთქვათ არც არის გემოვნების ამბავია, მაგრამ არ არის მაინც და მაინც პრაქტიკაში გამართლებული. ჯობია ასეთ შაშხანაზე სრული ზომის ასე ვთქვათ კოლიმატორული სამიზნე იქნას დამაგრებული სიტყვაზე 30 მმ-იანი დიამეტრის ტუბით, ხო? პლუს ამას თუ როდესაც საუბარი არის კონკრეტული იარაღის ტიპზე, ну ესეც კიდე ცალკე სფერო არის, თუმცა ძალიან მოკლედ გეტყვით, როდესაც საუბარია კონკრეტული იარაღის ტიპზე, მაგალითად კალაშნიკოვის ავტომატების შემთხვევაში, სადაც დულის ხაზი და კონდახი ერთმანეთისგან განსხვავებული, ერთ ხაზზე არ არის, კონდახი შედარებით დაბლა, შედარებით მაღლა, აი ესეთი კოლიმატორების დამაგრება პირდაპირ დაბალი ფეხითაც შეიძლება, აი მაგალითად აი ამ რომეოს 5-ის შემთხვევაში ეს დიდი ფეხი ეხსნება და პირდაპირ შეიძლება დაბალ ფეხზე იქნას დამაგრებული, კალაშნიკოვის შემთხვევაში და ესე გამართლებული არის ძალიან, M4-ის შემთხვევაში პირდაპირ აი ესეთი მაღალი ფეხით უნდა იქნას დამაგრებული, M4 და 15-ის შემთხვევაში. ну შეჯამების სახით კიდევ ერთხელ შეგვიძლია ასე ვთქვათ გადავიმეოროთ, რომ არსებობს ორი ასე ვთქვათ ძირითადი სახეობა კოლიმატორებში, ეს არის რეფლექსული ღია ტიპის კოლიმატორები, შედარებით კონსტრუქციულად შედარებით უფრო მარტივი კონსტრუქცია არის და არსებობს ესეთი მილისებური კონსტრუქციის სრულფასოვანი კოლიმატორები, რომელიც საბრძოლო გამოყენებისთვის ბევრად უფრო გამართლებული არის. ანუ აღარ ჩაურმავდები ახლა რომელიც ჩართვა საიდან ხდება, თვითონ წერტილის გადიდება და პატარება ინდივიდუალური მოდელების მიხედვით არის და შემდგომ ვიდეოებში უკვე კონკრეტული მოდელების მიხედვით მიმოვიხილავთ მაგ ყველაფერს.